გორში საპროტესტო აქციები გრძელდება. უწყვეტი პროტესტის 48 დღეს ქალაქის ცენტრში მოქალაქეები ისევ იკრიბებიან და ითხოვენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას. მოწვეულ სტუმრებს ჩვენ წარუდგენთ ჩვენი ხედვა, ეს ეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ამ ინსტრუმენტების დანერგვას მედიის საქმიანობაში. ქართული მედია რეპრესიებისა და ცენზურის პირისპირ გორში ჟურნალისტიკის დღე არსებული საფრთხეების მიმოხილვით აღინიშნა. ადგილობრივი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მედიის როლზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოწვევების დაძლევის შესახებ საკუთარი ხედვები გაუზიარეს. დღეს მედია გახდა ბრძოლისველი, ჩვენი სამუშაო სივრცე გახდა ბრძოლისველი, როდესაც უშუალოდ უკვე სიტყვის თავისუფლებაზე აღარ არის ახსოვება, ფიზიკური უსაფრთხოებაზე, ადამიანების თვითონ ჟურნალისტების ოპერატორების უსაფრთხოებაზე არის საქმე მისული. აქვე მოეწყო გაზეთის ხმა ქართველი ქალისა ახალი ნომრის პრეზენტაცია, რომელიც ქართულმა მედია ჯგუფმა კატო მიქელაძის გაზეთის ანალოგი ზუსტად 1 წლის წინ აღადგინა. ყოველთვიური გამოცემა სოფლებში უფასოდ დარიგდება და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას საზოგადოების იმ ნაწილს მიაწვდის, რომელსაც ინტერნეტთან ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვს. ეს გაზეთი არ გავრცელდება მხოლოდ ჩვენთან ქალაქში, ეს წავა მინიმუმ 10 სოფელში. ჩვენი პროექტის მონაწილეები ამაში გაგვეხმარებიან და ხმა ქართველი ქალისა იქნება გაგონებული იმ მოწყვლად ჯგუფში, რომლებსაც დღეს მართლა ჯერათ, რომ ქვეყანაში ომი არ არის და მშვიდობა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით დეზინფორმაციულ ნარატივებს და უამრავი პრობლემის წინაშე შედგება არაერთი ადამიანი. ბრძოლა დეზინფორმაცია პროპაგანდის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის პირობებში. გორში პოლონური ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდნენ. მათთან ერთად საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების საბრძანეთ ერთობლივი ინიციატივები და შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრა ქართული მედია ჯგუფის ორგანიზებით მოეწყო. ჩვენ გავცვალეთ ჩვენი გამოცდილებები, ჩვენი პოლონელების სიტუაცია და თქვით, რომ დღესდღეობით დეზინფორმაციული პროპაგანდის პრობლემის მოგვარება არის გასაღები, რათა გავუგოთ დემოკრატიას და მედგრად ვიდგეთ მტრის წინაშე. მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის ცნობით 28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 157 შემთხვევა დაფიქსირდა. 5000 ლარიანი ჯარიმა კი პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა. მათივე ცნობით ტენდენციის სახე მიიღო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებმაც. ევროკავშირის ქვეყნების ელჩები გორის ხელოვნების სახლში გამართულ გამოფენაზე მივიდნენ. სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა არსებული რეალობა ადგილზე ნახეს და იმ ადამიანებს გაესაუბრნენ, რომლებმაც ქართული ოცნების რეპრესიები პირადად გამოსცადეს. შეხვედრის მონაწილეთა შეფასებით ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების ფონზე რეგიონში მსგავსი ვიზიტები და ღონისძიებები მნიშვნელოვანია.